გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და ამ დროიდან მოგისმენთ თქვენ ჩვენს მაყურებლებს და რადიომსმენელებს, რომლებსაც შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 557 88 55 88. ინტერაქტივის შეკითხვა დღეს ასეთი იქნება, როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშს და მის საქმიანობას ზოგადად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ეს ანგარიში პარლამენტისადმი დღეს გახდა ცნობილი და გამოქვეყნებული. რამდენიმე თეზის მე თქვენ გაგაცნობთ გადაცემის მსვლელობისას, დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული ბრძანდებით ამასთან დაკავშირებით. ზოგადად როგორ აფასებთ აგრეთვე კობახიძის საქმიანობას 2 წელიწად ნახევარია თითქმის, რაც ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს და რითი იყო პოზიტიური ან უარყოფითი მისი საქმიანობა, ამასთან დაკავშირებითაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. რა სიტყვით იმ აგენტომანიაზე, რაც ბოლო დროს სახეზე გვაქვს, ბოლო წლებში განსაკუთრებით, რაც ბატონი კობახიძე დაენიშნა თანამდებობაზე, რეპრესიული სახე შეიძინა ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ. ყველა აგენტია, ყველა მოღალატეა, ყველა ძირს უთხრის სახელმწიფოს, რა თქმა უნდა ის ადამიანები, ვინც არ იზიარებენ ქართული ოცნების პოლიტიკას, ზოგი ან Deep State-ის ჯაშუშია, ან რუსეთის აგენტი, ბოლო წლებშია ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი და ამიტომ საინტერესოა ამ აგენტომანიაზე თქვენ რას ფიქრობთ, რაც ქართულ ოცნებასაც შეეყარა, ისევე როგორც ეს თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას ახასიათებდა სხვათა შორის. როგორ აფასებთ საგარეო პოლიტიკას, ირაკლი კობახიძის და მისი გუნდის და ზოგადად ქართული ოცნების საშინაო პოლიტიკას, როგორ აფასებთ მის მიერ მიღებულ კანონებს და ინიცირებულ კანონებს, ფასებს, გადასახადებს, ფასების დაკლებასთან დაკავშირებით იმ ინიციატივას, რომელიც ხმაურიანი იყო და შედეგი არ მოჰყვა და სხვა მრავალი. როგორც წლიურ ანგარიშში პრემიერ-მინისტრი აცხადებს, 2025 წელს საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით. გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარება, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალ ვექტორულ თანამშრომლობას და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას. ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრის ანგარიშში. მთავრობის ამოცანაა მიღწეული იქნას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. გრძელდება ურთიერთობა ნატოსთან. ბევრ მიმართულებას შეეხო წლიურ ანგარიშში პარლამენტისადმი ირაკლი კობახიძე და როგორ აფასებთ ამ ანგარიშს, როგორ აფასებთ ბატონი კობახიძის საქმიანობას თანამდებობაზე. ზარია ეთერში, გამარჯობა. ისმის ჩემი ხმა. თქვენი ხმა კარგად ისმის, დაიწყეთ გთხოვთ. ჩამოგევლე. თუ ისმის კარგად. დიახ. სასინლად ძალიან თუნდაც ვაფასებ. უარესი რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაზე ეს პურტი მათყუარა. რაც ქვია სიზულვილის ენა, სიზულვილის ენა კარა. უკვე გადასული ვარ ხალხი, ყურიდან აკერებული პენსიონერები. ეს ბურაკი. ქალბატონო, კორექტულად, თორემ თქვენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ. კორექტულად. მომაგუტინებელი მუხრები მიეცი კანონში. შენ ხალხო აგისწავლა ამ ხოჩორა ბიჭმა, მაგრამ რა იცის ცხოვრება, მაგრამ საერთოდ არ იცის ჰუმანური დამოკიდებულება, ადამიანთა სიყვარული არ იცის, ქვეყანა არ უყვარს, პატრიოტიზმი არ იცის, რად მიყვარს ჩემი სამშობლო, ვინც მოყვარეს არ იცის, იგი თავისა მტერია, იგიც არ იცის, მაგრამ რა იცის, მხოლოდ იცის სუკურა მოვარჯინებელი კანონების მიღება დაცხადებული წესით, რომ რაც შეიძლება დაცხადებული სიკვდილი მისცეს. დიდი მადლობა. გავიგეთ თქვენი სათქმელი, ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ თუ ჩვენ კორექტულად არ ვისაუბრეთ, შეიძლება სოლიდური ჯარიმა გამოგვიწერონ როგორც ტელევიზიას, ასევე თქვენც ახალი კანონები აქვთ მიღებული სიტყვების თქმა, აკრძალული, არ ვიცი, Facebook-ის და სოციალური მედიის მონიტორინგის საბჭოა შექმნილი, სადაც ადამიანების აზრებს გააკონტროლებენ ყველა აგენტად, მოღალატედ, ჯაშუშად, Deep State-ისა თუ რუსეთის აგენტად არის გამოცხადებული ყველა, ვინც ქართულ ოცნებას არ ემხრობა, ამიტომ გამოვიჩინოთ
რაღაც თავშეკავება სიტყვების წარმოთქმის კუთხით და დიპლომატიური კრიტიკა წარმართოთ. და საერთოდ ისეთი დრო დადგა მე მგონი რომ ყველა წამყვანმა, ყველა ჟურნალისტმა, ყველა პოლიტიკოსმა თუ ზარის ავტორმაც კი უკვე საუბარი ისე უნდა დაიწყოს რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არ ვყოფილ ვარ აგენტი, არ ვყოფილ ვარ ჯაშუში და არასდროს ჩემი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ მიმოქმედია და მეც ამას ვამბობ ახლა ღიად. რას გაიგებ? ხელისუფლების კრიტიკის გამო შეიძლება მეც რაღაცა ისეთი მუხლი წამიყენონ, რომელიც არ ვიცი სასაცილო კი იქნება, მაგრამ ჩაკეტავენ შემდეგ სასამართლოს ხდომებს, ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს და რას გაიგებ აბა? ამათ ხელში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოკლედ ვუბრუნდებით ჩვენს თემას, რა სიტყვით აგენტომანიაზე, რაც ხელისუფლებას შეეყარა წინამთავრობის მსგავსად, ყველას მიმართ ეს რიტორიკა ისმის, რომ ისინი არიან Deep State-ის აგენტები, ზოგი რუსეთის ჯაშუშია. აი ამ რიტორიკაზე რას ფიქრობთ, რაც სწორედ კობახიძის დანიშვნის შემდეგ გაძლიერდა, გაღრმავდა, საერთოდ მის დროს შეიქმნა ეს, სხვა დროს არც კი ისმოდა. და როგორ შეადარებთ ბატონ კობახიძეს, ვთქვათ, სხვა პრემიერ-მინისტრებს, რომელიც გნებავთ ქართული ოცნების პირობებშიც იყვნენ. ზარია ეთერში გისმენთ? ალო, გამარჯობა. გენაცვალე, თქვენ ახსენეთ ორი დღის უკან შეწირულობაზე მადლობას უხდით ხარ. ტელეფონის ნომერი დაწერე შვილო ტელევიზორში და გუევიდე პენსიას მე ჩაგირიცხავ. დიდი მადლობა ქალბატონო ამ სიტპოსტვის, ამ თანადგომისთვის. მე ვთხოვ ჩვენ საეთერო გუნდს, რომ გამოაჩინონ ეკრანზე ობიექტივის საბანკო რეკვიზიტები. ამ ანგარიშზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა. უბრალოდ სურათი გადაუღეთ თუ ჩაწერა გიძნელდებათ და ეს ბანკში წარუდგინეთ და ამის მეშვეობით შეძლებთ და მადლობა ყველას, ვინც რაღაცა თანადგომა გამოთქვა ამ არხის მიმართ. ვიცით რომ მძიმე განსაცდელშია ობიექტივი და ამიტომ თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია რომ შენარჩუნდეს მაუწყებლობა და ეთერი. ზარია გადაცემაში როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშს და მის საქმიანობას მთლიანად პრემიერ-მინისტრის პოსტზე? გისმენთ? გამარჯობა. ეთერში ვარ? ეთერში ხართ. დიახ, დაიწყეთ. გისმენთ? ავიც ახლა ირაკლის იმას შევაფასებ. ეგ შეუფასებელია. მაგას რა ვიცი, ის შეაფასებს, მაგრამ ეს გეტყვით აგენტობაზე 99 წლიდან ვარ ეროვნული დემოკრატიული პარტიის წევრი. იქ თუ არ დაგიზახებდნენ, სოკის აგენტი ხარ, მოსკოვის აგენტი ხარ, თურქეთის აგენტი ხარ, ვაფშე ჩმორიკი იყავი, საერთოდ იყავი პარტიაში. ვიჯომ დამცირება იყო? ხო, გვახსოვს ესეც. რა ვიცი კაცო. კობახიძეს ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს. ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ხო. მამამის ვიცნობ. მეც ვიცნობ მამამის, ჩემი გადაცემის არაერთხელ ყოფილა ჩემი გადაცემის სტუმარი ამ არხზე ბატონი გია. დაამატებთ რამეს? არაფერს გასულ. მადლობთ. დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ. დღეს გავრცელდა პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში, რომელშიც ის ამბობს, რომ 2025 წელს საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით, გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარება. ის აგრეთვე ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალ ვექტორულ თანამშრომლობას და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას. მთავრობის ამოცანაა მიღწეულ იქნეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. გრძელდება აგრეთვე ნატოსთან ურთიერთობა, რა სიტყვით აგრეთვე ბოლო 2 წელიწადნახევარში რაც ხდება ირაკლი კობახიძის დანიშვნის შემდეგ აგენტომანიის კუთხით, რომ ყველა ან Deep State-ის, ან რუსეთის, ან ვიღაცის აგენტია და ამ ბუნდოვანი ბრალდებულებებით ადამიანებს იჭერენ კიდევაც. რა შეფასებას გააკეთებთ აგრეთვე მისი პრემიერობის დროს მიღებულ კანონებზე, რომელიც ოპოზიციური ჯგუფების მიერ შეფასებულია როგორც რეპრესიული, როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საგარეო, საშინაო და ეკონომიკურ პოლიტიკას? ზარია ეთერში გისმენთ?
გისმენთ, გამარჯობა. მე მინდა ირაკლი კობახიძეს მიმართოთ ტელევიზიაზე. დიახ. არასწორია ირაკლი კობახიძეს ეთახსიტებს პენსიები გავზარდეთო. თვითონ კარგად ცხოვრობს და თავის გადმოსახედიდან იკურება რა. მე რო პენსიას მაგდეს 370 ლარი და მაგისმის დღეში არ ეყოფა. სიკვდილი არ აქვს თავს როგორ იწოდებს. ხალხი ჩვენ ხედავთ კაცად ციცნას. თუ კი დავინახავთ კაცზე რატო ვახშევანკერ. ან კიდე ის რომ გამოდის ჯარიმებს წერენ. იცავ გადაბრძანდითო იმიტომ წერთ რომ გადაბრძანდეთო ტრანსპორტიო. ეთი თვითონაც გადმოგზავნე ჯერ მაგალითი თვითონ აჩვენეს მთავრობა. ისინი ვერ გამოგზავნებიან, იმიტომ რომ მოსახლეობაში რო გავიდნენ, თავის გაუხეთხავეს ხალხი. და იმიტომ თუ კარგები არიან, გამოვიდნენ ქუჩაში და იარონ. როცა ხელისუფლებაში არიან, იმალებიან და ხელისუფლებაში როცა არ იყვნენ, სულ გადიოდნენ კარგაკა, სულუკიანი, კალათი და განაჩენები. სიცხილი არა გაქვს სიცხილი თავობას მიმართა. მე ძილს ვწუდგულობ და ჩვენაი პენსიონერი გახსნიან 370 ლარს მაძლევს და თანახევარი ბანკსონია. ცხადად მიწაკუთვნები არიან, მე კი რა უნდა ვთქვა. მადლობთ ზარისთვის, გასაგებია თქვენი სათქმელი. როგორ აფასებთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის საქმიანობას? მან წლიური ანგარიში წარადგინა დღეს პარლამენტის წინაშე და ამ ანგარიშის თეზისები გარკვეულწილად მე უკვე გაგაცანით. სხვა პრემიერ-მინისტრებთან შედარებით, რა შეგიძლიათ თქვათ ბატონ ირაკლი კობახიძეზე, რას ფიქრობთ აგენტომანიაზე, რეპრესიულ პოლიტიკაზე, რაც ოპონენტების მოსპობით და განადგურებით არის გამოხატული, მათ შორის კრიტიკული მედიის მიმართ და აი ობიექტივი არის ბრწყინვალე მაგალითი ტელევიზია, რომელსაც ღიად ხურავენ, შექმნილია ის ფინანსური სირთულეები, რომელიც ამ არხს დახურვისკენ მიაქანებს. ჩვენ არ ვმალავთ მაყურებელთან და რადიომსმენელთან არაფერს და ღიად გეუბნებით ამასაც. თქვენს ხელშია ამ ტელევიზიის გადარჩენა და ამ მაუწყებლობის, ვიმეორებ კვლავ საბანკო რეკვიზიტებია ეკრანზე. ზარია, გამარჯობა, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? არ ისმის. აი სხვა პრემიერ-მინისტრების დროს გახსოვთ, თქვათ, ასეთი რეპრესიული მიდგომები, ფასების და ინფლაციის ასეთი დონე იყო თუ არა? არავისგან არ იყო. დიახ. სააკაშვილის დროს აიყო ესეთი სიჩუქრეები. რასაც ლაპარაკობ ტროტუარზე გუწვა ხარაცავ თავრობის მოწინააღმდეგო გამოწვეული და გადასვლები. მაგრამ უნდა მოწინება და ხალხი ჩვენი ისულა ეს ნეური დიახ. მადლობა. მადლობა თქვენს არისთვის. მე ვთხოვ იმ ადამიანებს, ვინც აი გუშინ იყო მაგალითად ერთი საყვედური გადაცემაში, რომ თქვენო კარგს არ ხედავთო და მარტო კრიტიკულ აზრებს გამოთქვამთ ამ ეთერშიო. და იმ ბატონს ან მის მსგავსად მოაზროვნებ ბატონებს თუ ქალბატონებს, მინდა ვთხოვო, რომ თუ თქვენ სურვილი გაქვთ, აი ამ 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში კარგი რაც გახსენდებათ, შეგიძლიათ დარეკოთ და ეს დაასახელოთ, ეს ნამდვილად თავისუფალი ეთერია. პირდაპირ გადაცემაში მოხვდებით, როგორც კი ჩვენს ნომერს აკრიფავთ 557 88 55 88. აი არაბული ქალაქების საკითხი სწორედ ბატონი ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს გაჩნდა დღის წესრიგში. ღია თვალსაჩინო გაყიდვა ქართული მიწებისა უცხოელებს. ეს ჯაშუშობაზე უარესი მგონია მე? როდესაც ყველა ჯაშუშობას და აგენტობას აბრალებენ ქართულ მიწას, არაბებზე რომ ხიდი ისტორიულ ტრებზე. ეს რა არის? ამას არც კი ჭირდება არავითარი სასამართლო პროცესი ან არ ჭირდება არავითარი რაღაც დოკუმენტები და მტკიცებულებები, აი ღიად. ჩანს ეს, რომ ქართულ მიწას გვიყიდიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ეს რა არის თუ არა ღალატი, ჯაშუშობაც, აგენტობაც, deep state-იც და ყოველგვარი უარყოფითი. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა. აი ამ ჯაშუშობებს უნდა შევეხო.
კი ბატონო. გულბაათ ცხილაძესთან დაკავშირებით. მე აგენტი და ჯაშუში ვიცი რომ ჩანერგილია სადღაც სისტემაში ფარულად მოქმედებს რაღაცა მოიპოვებს ისეთ საიდუმლო ინფორმაციებს და გადასცემს მტრულ ძალებს. ადამიანი რომელიც ღიად გამოდის ტელევიზიაში, თქვათ ინფორმაციას ფლობს, რომელიც არის ღია, საჯაროა, თუნდაც გადასცემს ასეთ სახის ინფორმაციას, ხო ღია და საჯაროა ყველასთვის რა. აი რამდენად შეიძლება ეს ადამიანი დაადანაშაულო აგენტობაში. მიხოთ იმისა, რომ შეიძლება მე ამ ადამიანს არ მაქვს სიმპათიები, მაგრამ როგორ შეიძლება რომ ასეთი არგუმენტები დაადანაშაულო ადამიანს? სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ბატონ გულბაათ რცხილაძეს მეც ბევრ საკითხში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავეთანხმოთ იმ ბრალს, რომელიც მის მიმართ არის წაყენებული, სრულებით დაუჯერებელი, სრულებით აბსურდული. ანუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერი ადამიანი შეუძლიათ მერე გამოაცხადონ, რომ აგენტია და ვიღაცას ემსახურება და აი რანაირად სასაბათო არ არის თავისუფალი და რანაირად უნდა თავისუფალი რომც იყოს ქალბატონო აქ სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც სხდომები ჩაკეტილია და ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, ანუ ღიად ვერაფერს ვერ ვგებულობ ჩვენ, დააბრალეს უბრალოდ და მორჩა. ამით დაასრულეს ყველაფერი. რასაც უნდა მიუსჯიან ხო და ამას ვაპარაკობ, რომ საკუთარ სიმართლეს ვერ დაამტკიცებს ადამიანი, ამას ვაპარაკობ. სხვათა შორის ეს სამართლოს რო შექმნეს სიძულვილის წინააღმდეგ, ვითომ სიძულვილის ამასაც აუცილებლად გამოიყენებენ პოლიტიკური კუთხით, ანუ ვინც არ მოსწონთ რაღაცა თვალსაზრისით, მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ ამ სამართლოს. მე ასე ეს ბრძოლი არ არის, სხვათა შორის მე ვფიქრობ, ამ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებითაც თუ ვინმე გამოთქვამს მიგრაციის წინააღმდეგ, ამას გამოაცხადებენ, რომ ეს არის სიძულვილის ენა და არ შეიძლება ამის გამოყენება, რას ქვია ისინი ხომ ადამიანები არიან და თქვენ რაუფლებით აპროტესტებს მეცაც გეტყვით. ეს ამისთვის გააკეთეს, აი ამ პროცესების დასაწყებას და რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა ალბათ შორტმიმავალი გეგმები აქვს. კი ბატონო. და აი ამისთვის რომ გამოიყენონ ეს სიძულვილის ენის სამართლო. აი ეს ჩემი აზრია, არის ძალიან ისიც ეს რამს მაგონეს, ისიც სააკაშვილის ბოლო პერიოდი რომ ყოველდღე ჯაშუშებს იჭერდა. ვარამია რომ რაღაცა რუსეთის აგენტობაში დაძო ვიღაცებს ბრალი და რაღაცა აი ძალიან არასასიამოვნო ვითარება ქვეყანაში რა არ არის ეს ნორმალური ვითარება ძალიან არასაფაქისიანი და სუდი ვითარება ქვეყანაში და თვითონ თუ გამოერკვევიან და გააცნობიერებენ პირიქით რაც ესე არ უნდა მოიქცნენ სხვანაირად უნდა მოიქცნენ მათთვის უკეთესი იქნება ეს არის ჩემი მადლობთ ქალბატონო თქვენ გავიგეთ თქვენი სათქმელი პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ-ერთი გამოსვლის დროს რამდენიმე თვის წინ იყო თქვა რომ ეკონომიკური დივერსია არისო ის რასაც აწყობენო არაბული ქალაქების კონტექსტში საუბრობდა ვინც ეწინააღმდეგებითო არაბულ ქალაქებს ანუ ეკონომიკურ დივერსიას აწყობთო ეს უმძიმესი ტერმინი გამოიყენა რაც შეიძლება მართლაც მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებდეს თუ კი ადამიანს ამ მუხლით წაუყენებენ ბრალს გესმით რასთან გვაქვს საქმე? ზარია ეთერში გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით ქალბატონო, გამარჯობა. ბატონია, მე აფეთი მინისტრი არ მახსენდება, რომ ეს ყოფილიყო. ჩვენ ეს უპირველოდ სამართალისობის ხომა ეცება უფრო უარეს ნომერლოდებოდი. უარეს? კარგი რა გახსენდებათ ქალბატონო, იქნებ რაღაც პოზიტიურზეც ვისაუბროთ, ხომ? თუ გაქვთ სურვილი, საყვედური იყო გუშინ ვიმეორებ, რომ აი კარგზე რატომ არ საუბრობთო, რატომ ხართ კრიტიკულიო? ერთი ბატონი რეკავდა, რომელიც გვეუბნებოდა, მეცო ბევრი რამ არ მომწონსო, მაგრამო აბაო კარგს რატომ არ ხედავთო? თუ ბევრი რამ არ მოგწონს, უფრო მეტი არ მოგწონს, ვიდრე რაღაც მოგწონს.
Რაღაცა უჭერ მხარს მაშინ ამ ყველაფერს. Რა სიტყვით ამ აგენტომანიაზე, რაც ირაკლი კობახიძის დანიშვნის შემდეგ სახეზე გვაქვს, 2 წელიწადნახევარია ეს და როგორ აფასებთ მის წლიურ ანგარიშს? საერთოდ მის საქმიანობას პრემიერ-მინისტრად, მის მიერ მიღებულ კანონებს, მათი გუნდის საგარეო, საშინაო თუ ეკონომიკურ პოლიტიკას, ფასებთან, სამართლიანობასთან, არაბულ ქალაქებთან დაკავშირებულ ფაქტებს და ვითარებას. წლიურ ანგარიში ჩვენ წავიკითხეთ, რომ 2025 წელს საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო. მაღალი ეკონომიკური ზრდით, გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარება, წერს პრემიერ-მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალ ვექტორულ თანამშრომლობას და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას. სხვათა შორის ჩვენ გვახსოვს, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ერთი წლის წინ თუ წელიწადნახევრის წინ გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ 2028 წლამდეო ჩვენ ევროკავშირთან ყოველგვარ საუბარს და მოლაპარაკებას უпростоრად გაწევრიანებაზე წყვეტთო. და ამას დიდი აქციები და დარბევები და ადამიანების დასისხლიანება მოჰყვა შემდეგ და თუ არ წყვეტდნენ ურთიერთობას გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაშინ ახლა რატომ ამბობს ჰარმონიზაციას ვცდილობთო? მთავრობის ამოცანა მიღწეულ იქნას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ნატოსთან ურთიერთობებსაც შეეხო პრემიერ-მინისტრი, რომელიც გრძელდება. ზარია, გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, ილია. უარყოფითაც ვაფასებ, მეგობარო, ამ ყველაფერს, რაც არის ჩვენი მთავრობისაც და აი, ქართველი შეაჯავრა და სამშობლო შეაჯავრა, ქართველი ყველა გაქცევაზია და იმაზია დამოკიდებული და რა მაინტერესებს, აი, თქვენ გადაცემას ხშირად უყურებ და უმეტესობას უყურე ერთეული თუ გამოდის ის მათი, რა ვიცი, ფოტებია თუ ტროლებია, ხალხი რა, ყველა წინააღმდეგია ამ თამობის და როგორ ხდება რომ მაინც ესენი არიან სათავეში, ერთხელ და სამუდამოდ როგორ უნდა იმასაკრე გადადგენ პატიოსად რომ მივიდეს ყველა არჩევნებზე და მისცეს წინააღმდეგ ხმა და გადააგდო. ხო შეიძლება ეგრე მოხდეს. დიახ. გეთანხმებით. კი ბატონო, მადლობა ზარისთვის. სამწუხარო ის არის, რომ მოსახლეობის 50% არ დადის ხოლმე არჩევნებზე. და 50%-ზე მეტი თუ მივიდა, ეს უკვე რაღაც საოცრებაა ხოლმე, ოდნავ მეტი თუ მივიდა. უმეტესწილად 30-35% ირჩევს მთავრობებს და ეს 35% თუ 40% არის ძირითადად ხელისუფლებების მიერ კარგად მობილიზებული ამომრჩეველი. ის საჯარო უწყების თანამშრომლები იქნებიან, მათი ოჯახის წევრები. აი მაგალითად მე მყავს ერთი მეგობარი, რომლის მამაც საჯარო სამსახურში მუშაობს და მას დაავალეს მამას, რომ შვილმა, მეუღლემ და ოჯახის ყველა წევრმა ხმა უნდა მისცეს მართლ პარტიას. და ამისთვის რაღაც სპეციალური პირადობის მოწმობების ასლები მოითხოვეს და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში დატოვება მოუწევდათ მათ სამსახურის და 140,000 საჯარო მოხელე ყავს საქართველოში. ეს რომ გავამრავლოთ 3-ჯერ, 4-ჯერ, არ ვიცი 5-ჯერ, რამდენჯერაც გინდათ გავამრავლოთ, ხომ არის ეს სადღაც ძალიან სერიოზული რიცხვი. ამას დამატებული უკვე შემდეგ პროპაგანდით მოტყუებულები და ეს ხდება ის რაც ხდება. თუ კარგი გამოღვიძება არ იქნება ესეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებაში, ყოველთვის ესენი იქნებიან და დარჩებიან და ყველა არჩევნებს თავისუფლად მოიგებენ დიდი ფულით, საჯარო რესურსით და საინფორმაციო პროპაგანდით. ზარია, გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, გენაც. მოგესალმებით. არც მთავრობას არ ვახურობ. ხო და აი უბრალოდ თქვენგან მიგვიხ რატო ეძახით პრემიერ-მინისტრს? ეგ არ არის პრემიერი. აბა რა არის? აი რა არის? ეგ არის თვითმოსული. დაგვიჭერენ გეუბნებით, თქვენს დაგიჭერენ მეც. კორექტულად თუ არ ეთქვით. რა ვქნა დავიჭირო და ეჭიროთ რამდენ ხანით. ხო, მადლობა თქვენ ზარისთვის. მადლობა. ხო, ამით არის ეს ტელევიზია, ამ ტელევიზიის მაყურებელი და რადიო მსმენელი გამორჩეული, რომ ეს გამბედაობა ხალხში და ამ გამბედაობას ქართველი კაცისას, კავკასიელი ქართველი კაცის გამბედაობას ვერანაირი ბუნდოვანი კანონი და სოციალური ქსელების მონიტორინგის სააგენტო ვერ შეძლებს. ეს პლუსი გვაქვს ჩვენ და ამას ვერ აანალიზებენ მთავრობები კარგად.
იმ ნაცებმაც კარგად სცადეს, ბევრი რამ მოინდომეს, გააკეთეს, გააფუჭეს, აწამეს, დაარბიეს, კანონებიც მიიღეს, გაასაზიზღრეს ყველაფერი. ახლა ესენი იგივე გზას აგრძელებენ, იგივე გასაზიზღრებას, აგენტომანიას, რეპრესიებს, დიქტატურას, ფეოდალიზმს, მაგრამ აქ ავიწყდებათ, რომ ქართველი კი დიდხანს ითმენს, მომთმენია, მაგრამ ბოლოს რომ გაბრაზდება, ვერავინ ვერ დაუდგება წინ. და მე აქ ისევ მშვიდობია არჩევნების გზით ბრძოლასთან მიმყავს საუბარი, რომ არჩევნებზე ყველანი უნდა მივიდეთ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. აი რაღაცა თქვენ ძახით ესეთი საკითხია, აი რომ ჩანდეს საფრთხე. აი ერთი პატარა რამე დაასახელონ, გინდა დედაქალაქ რა შემატეს, გინდა ხალხისთვის გაუკეთებიათ. რატომ სკვერები გავაკეთეთო, გზებიო, ხიდებიო? ბატონო, სკვერებიო, ხიდებიო, გზებიო? ხო, საწოდებს საქმეა, ბენზინში აქვს ჩაყოფილი ცხვირი, დავით გარეცა ჩუქნიან, ოღონდ ბენზინი არ შეუძლო. თუ კი რუსეთთან კარგად ავარ, რაც გადაეკიდნენ რა აზერბაიჯანულ ბენზინს, ვერ გავიგე მაშინ გას. ერთი თუ კი რუსეთი, თუ კი აზერბაიჯანმა მოითხოვა თავისი ტერიტორია და სომხეთს დაართვა. ფერეც რატო არ ელაპარაკებიან 21 წელში ეგეთ გადაცემული. ვერ გავიგე რა ვიცი. არცად არაფერს არ აკეთებენ ხალხის სასიკეთოს, არცად არაფერს. მე არ ვიცი რა, რომ უნდა ვთქვა ხა თქვენ ბოროტობის მეც არაფერს არ აკეთებენ რა. მე კი ვიცი მომა იქნება როგორმე მადლობთ მესმის თქვენი ემოცია. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიში პარლამენტისადმი. უпростоრად წავიკითხეთ ეს ტექსტი, სადაც წერია, რომ მაგალითად 2025 წელს საქართველოს გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდითო, გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარებაო, აი ამ სიკეთეებზე ამახვილებენ ყურადღებას, როდესაც ვამბობთ, რომ აი კარგიც თუ გახსენდებათ დაასახელეთ, აი ბატონი პრემიერი აი ამ კარგს ამბობს. საგარეო პოლიტიკაში საქართველოს აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობას და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას. მთავრობის ამოცანა მიღწეული იქნას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. როგორ აფასებთ აგრეთვე ეკონომიკურ, სოციალურ, საგარეო, საშინაო პოლიტიკას, კანონებს, რომელიც მიღებულია ბატონი კობახიძის პრემიერად არჩევის შემდეგ, რა სიტყვით იმ აგენტომანიაზე, რაც როგორც ჩანს ბოლო 2 წელიწადნახევარში კვლავ დაბრუნდა იმ სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ, გაჩნდა კვლავ აგენტომანიის საკითხი. ყველა მოღალატეა, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლებას, ყველა ძირს უთხრის მმართველ პარტიას, ყველა ან deep state-ის, ან რუსეთის, ან ვიღაცის აგენტია თურმე და ამ მუხლით უკვე დაჭერებია დაწყებული ადამიანების. ხვალ შეიძლება ნებისმიერი არ მოეწონოთ და ნებისმიერი საზრი არ მოეწონოთ და დააბრალონ, რომ შენ ხარ აგენტი, მოღალატე, დაიჭირონ, შემდეგ სასამართლოს ხდომებს დახურავენ, ეს გრიფით საიდუმლოაო იტყვიან. ვერც თავს იმართლებ, ვერც ხმას მიაწვდენ საზოგადოებას, ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს და ასე დამთავრდება ყველაფერი. საჯარო პერსონები, საჯარო პირები, გულისხმობ არასამთავრობო სექტორში, მედიის სფეროში თუ სხვადასხვა, თურმე ყოფილიყო ჯაშუშები და შენიღბვის მიზნით, შენიღბვის ნაცვლად უпростоრად რომ ჩანერგილი იყვნენ მმართველ პარტიაში, პირიქით საჯარო გზას ირჩევენ და აკრიტიკებენ ამ მმართველ პარტიებს თურმე. ასეთი ის ყოფილა ხელწერა ჯაშუშობასა და აგენტობაში. რაც ფილმებიდანაც ვიცით, რომ დიდი უსუსურობაა და არასწორი ინფორმაცია. ზარია, უკაცრავად გალოდინეთ, გისმენთ? დიახ. მამამ შვილს უნდა ასწავლოს. ამბობთუნე თქვენ და კაი მამა. მოდით ოჯახებს ნუ შევეხებით, ჩვენ ოჯახი ჩვენი საქმე არ არის. ხირო, დაიღუპა ქვეყანა ასე არ ვარგა. თქვა შეგიძლია მართლა გამოდეცი, კარგი გადადეცი. უნდა ასწავლოს. იმიტომ რომ ეს მეტად სერიოზული ამბავია, ეს პატარებად მე ჩვენ ადამიანები, პენსიონერები, დარგვილი და ქანწულები ვახენებთ სკოლებს, ბაღებს,
ფაბრიკებს, ქარხნებს, აგერმა ციხეები ააშენა, აგერმა ხანის კლუბები ააშენა, აგერმა მუზეუმები ააშენა. საშინელი ამბები დაგმართა. და ვიღაცა მასწავლოს სულ ახობელმა. ამა მასწავლოს შვიდს, ყველაფერი კაი ამბობს, რომ კაი კაცი ხარ, მამაო. მადლობა ზარისთვის. 5-5-7-88-45-98 პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, შეგიძლიათ დაგვირეკოთ და თქვენი პასუხი გვითხრათ დღევანდელ კითხვაზე, როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშს და საერთოდ მის საქმიანობას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. როგორც საგარეო პოლიტიკით, საშინაო პოლიტიკით, ეკონომიკური მიმართულებით, მიღებული კანონების თვალსაზრისით, როგორ აფასებთ რეპრესიულ პოლიტიკას, რაც სახეზე გვაქვს, ხომ ვინც არ ეთანხმება ყველას ჯაშუშობას, აგენტობას, deep states და რას არ აბრალებენ. ეს ჯანსაღი მდგომარეობაა ჩვენ რაშიც ვცხოვრობთ. ზარია ეთერში, გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით. მე ყველაფერს ვემხრობი, რაც სუდია საქართველოში. ყველა ვემხრობი რა ამაზე მთელი საუბრები თქვენი ტელევიზიიდან და საერთოდ მოსახლეობაში. უკმაყოფილოა ხალხი, რა თქმა უნდა, დღევანდელი ცხოვრების წესები და ამ ხარახურა კანონების მიღებით და ხარახურა კანონების მიღებით. ხალხი საწინააღმდეგო კანონები რომ მიღებს. ერთი მინდა იცოდე გუჩინას იყო განაცემა. მე დავრეკე. თქვენ ხელშია უბრალოდ გასაგები. თუნდაც რომ თქვენ ხალხმა უფრო გაიხსენოს ის ტყუილები, ტყუილი დაპირებები ადამიანებისა. ვისი? რომლებიც 4-5 წლის ასაკში იყვნენ ბავშვები 2012 წელში და ქართული ოცნების დაპირებებზე ამბობთ თქვენ ხომ, რომელიც 2011-12 წლებში გაიცა? 2008 წელს 4-5 წლის ბავშვები, ჭაბუკები და ქალიშვილები იქნებიან ხმის მიღების უფლები. აი მათაც უნდა მოისმინონ ეს პოლიტიკა უნდა მოისმინონ ბატონო. კი. გეთანხმებით ამაში? მოისმინონ ეს პოლიტიკა. მე გუშინაც დაგეთანხმეთ თქვენ, მე მგონი იგივე ბატონი ბრძანდებით. ეგრე კუილებს იმეორებს რა. დიახ. კობახიძე და ეს რაკიაგიძე პაპუაშვილი არიან ქორები. კარგი, ჩაძახით იმას ამოიძახებენ. კორექტულად ისაუბრეთ. უბრალოდ ჭურები არიან. კარგი. კორექტულად გთხოვთ მე საუბარს. აბსოლუტურად უნდა დავიცვათ ეს კორექტულობის ფარგლები და კრიტიკა ასეც მისაღებია. გუშინაც დაგეთანხმეთ, დღესაც ვიმეორებ, რომ ჩვენ ადრეც გავაკეთეთ ეს გადაცემები, ქართული ოცნება რას პირდებოდა 2011-12 წლებში და შემდეგ რა შესრულდა და რა არა. კი ბატონო, კიდევ უნდა მოვამზადოთ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მაშინ პატარები იყვნენ 2011 წელს და შემდეგ გაიზარდნენ და აღარ ახსოვთ ეს ყველაფერი. გარდა ამისა, მე იმასაც ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების ნაწილს ისიც ავიწყდება თუ რა ხალხი იყვნენ, მაგალითად ეს ნაციონალური მოძრაობის ხალხი. გვარამია, ჩერგოლეიშვილი, ვაშაძე, ეს გირჩი, აი ამ ხალხის აქციებზე გავიდა ადამიანი 26 მაისს. საკმაოდ ბევრი ხალხი გაიყვანეს. იმდენად გამწარდა და იმდენად გაბრაზდა ეს ხალხი, რომ იმათ აქციაზეც კი მივიდა. და ასე ხდება, რომ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკურ ლიდერად გვევლინება ამ ახალგაზრდობის ნაწილს ავიწყდება ის ადრე ვინ იყვნენ და ახლა რომ უყურებს ამ ვაშაძეს, გვარამიას და მსგავს პერსონებს, მის თვალში ჩანს, რომ ესენი არიან რაღაც სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანები, რომლებიც ციხეშიც იჯდნენ, ბრძოლის ფარგლებში აქციებიც მართეს. ბევრი ხალხიც გამოიყვანეს აქციებს და ასე იქმნებიან ეს ადამიანები პოლიტიკურ ლიდერებად ქართული ოცნების დამსახურებით. და ამ დროს რა შვება ქართული ოცნება ძირს უთხრის, მიწასთან ასწორებს, ანადგურებს ეროვნულ, პატრიოტულ ნამდვილ ოპოზიციას. და სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ნამდვილი ოპოზიციის, ეროვნული ოპოზიციის მხარდამჭერი საზოგადოების დიდი ნაწილი, აბსოლუტური დიდი ნაწილი აბსოლუტურად სამწუხაროდ პასიურია. პასიურია და მხოლოდ ოპოზიციას ვერ დავდებთ აქ ბრალს. სიმართლე უნდა ვთქვათ და ხალხშიც დავინახოთ პრობლემა. მე პოლიტიკოსი არ ვარ და პირდაპირ შემიძლია ეს ვთქვა. პოლიტიკოსები მაინც ყოველთვის ერიდებიან, რომ აი ხალხზე არ უნდა თქვა კრიტიკული.
ჩემი აზრით მე როგორც ერთი ჟურნალისტი თავისუფლებას ვაძლევ რომ ხალხის პასიურობაშიც არის გარკვეული პრობლემები. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. მე ციტირება მოვახდინე პრემიერ-მინისტრის განცხადების. მაგრამ რა პირთა ხალხა სოციალურად დიდად გაგებებული აი, მაინტერესებს თქვენ როგორ ცხოვრობთ? ერთი ქართველი მოქალაქე და ბოლო წლებში თუ შეიცვალა რამე უკეთესობისკენ. რა შეიცვალა პირიქით? პირიქით. თავიანთის შეიცვალა რა თქმა უნდა. თავიანთის შეიცვალა, მაგრამ მოსახლეობით არა. მადლობთ ჩემო ბატონო რომ დაგვიკავშირდით 557-88-55-88 დღეს პრემიერის ანგარიში ვიხილეთ რომელშიც ვკითხულობთ რომ 2025 წელს საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით გაზრდილი პენსიები და სოციალური დახმარება იყო 2025 წელს ერთ-ერთი დიდი წარმატება როგორც ამას აღნიშნავენ ამ ტექსტში. საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალ ვექტორულ თანამშრომლობას და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას. მთავრობის ამოცანა მიღწეული იქნას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა გრძელდება ურთიერთობები ნატოსთან. როგორ აფასებთ ბატონი პრემიერ-მინისტრის ამ ანგარიშს, რა სიტყვით იმ აგენტომანიაზე, რაც დღეს სახეზე გვაქვს, რომ ყველა ვინც არ ეთანხმება ბატონ პრემიერს, გამოცხადებულია ზოგი Deep State-ის აგენტად, ზოგი რუსეთის, ზოგი არ ვიცი რომელი ქვეყნის დასავლეთის ზოგადად სწორი და ჯანსაღი ვითარებაა ეს რაც ქვეყანაში სახეზე გვაქვს. რა სიტყვით მიღებულ კანონებზე, რა სიტყვით არაბულ ქალაქებზე, რომლის თემაც სწორედ ბატონი ირაკლის პრემიერ-მინისტრობის დროს გაჩნდა, რა სიტყვით გაზრდილ ფასებზე, გადასახადებზე, გაორმაგებულ ჯარიმებზე, აღდგა თუ არა სამართლიანობა, რომელი დაპირებითაც აქამდე მოდიოდნენ ჩვენი მართველი გუნდის წარმომადგენლები. როგორ აფასებთ ამ საკითხებს? გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დაიწყეთ, ხო, ტელევიზორს გამოურთეთ, ოღონდ ხმა ხარვეზებია. გამარჯობა. ილია. გამოურთეთ ხმა ტელევიზორს. ეხლავე. დიახ. გელოდებით? ჰალო. დიახ, დაიწყეთ ბატონო, გისმენთ. არაფერი არ გამოვა. ყველაფერი არის ბიზნესის ხელში. მორჩა, ჩვენი საშველი არ იქნება. ბიზნესი ვის ხელშია? ამიტომ ერთადერთი არის სახელმწიფოს შექმნა. სახელმწიფო უნდა აკონტროლებს ყველაფერს და ხალხზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. ბიზნესი ხალხზე არ ზრუნავს. ჩვენი საშველი არ იქნება სანამ მთელი საქართველო ბიზნეს ექნება. კი ბატონო, გეთანხმებით ამაში და ეს ბიზნესი თავის მხრივ ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების საკუთრებაა და ერთგვარი ფენა შეიქმნა საზოგადოებისა, რომელიც არიან პრივილეგირებულები ყველაფერში, ცხოვრების დონეც მაღალია მათთვის, სხვადასხვა ბევრი შესაძლებლობები ეძლევათ პოლიტიკაშიც, პოლიტიკის მიღმაც და ამ დროს დანარჩენი საზოგადოება ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს და აბსოლუტური უმრავლესობა კი საერთოდ სიღარიბეში და სიღატაკეში და ეს გვახსენებს ზუსტად ფეოდალიზმს. ამ ეთერიდან ხშირად გაიგებთ ამ სიტყვას ფეოდალიზმს და ნამდვილად ეს ვითარება და ვერ გააჩუმებთ ამ არხს, ვიდრე ყავს ასეთი თამამი, ასეთი ერთგული, ასეთი ღირსეული მაყურებელი და რადიომსმენელი, რომელიც ობიექტივის ტელევიზიას და რადიოს ხავს. ვერ დახურავენ ამ არხს, ვერ გააჩუმებენ, რაც არ უნდა გზებს მიმართონ ამისთვის. მე ამის
კარგი, ზარი მივიღოთ, აღარ ვალოდინოთ. გისმენთ? შუადღემშვიდობის, გამარჯობა. რა არის, იცი, კარგია საუბარი, ორჩმის გამოშვება, მოქმედების მოძადგა რა. კრიტიკულ საუბარს ძანავე, ხალხო, მეტი რა უნდა დაინახოს ხალხო. ძალიან ხო პატრიოტ ალიანს ისე როგორც ნებისმიერ კონსერვატიულ ქართულ ძალას მეთან ნაკლებად რა თქმა უნდა როგორღაც გაერთიანდნენ რა. კალბატონი ირმაროვი ძახისო ჩვენ გაერთიანებულები. კარგად ვიცით ორკანცერი ჯოჯოვას პარტია და მეფეჩაჩვარი ქართულ ფაქტიურად არ არის ეს ასე ძალიან ძლიერი გუნდია სხვათა შორის. დამიჯერეთ რომ ბატონელი ესეა არ არის ასე, არ არის. გაწეულია ეს არჩევნები, ეს ამბიციები სრულებით გაწეულია გვერდზე. არ არის ახლა პოლიტიკური ამბიციების დრო ეს ეთერში არაერთხელ თქვეს. საერთოდ პარტიას და პარტიულობასაც კი აღარ აქვს მნიშვნელობა. ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი ერთად უნდა დავდგეთ, როცა პრობლემაა. და ეს თქვეს ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა ამ ეთერში, რომ აღარ არის პარტიულობის დრო. საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი პარტიის სახელი, სახელწოდება და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. მეთმაქნა. დიახ. მადლობა თქვენ ჩემო ბატონო რომ დაგვიკავშირდით. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. ჩვენ ვმაუწყებლობთ მთელ საქართველოში. ტელევიზიით, რადიო სიხშირეზე კი FM 105 და 1 არ გამოგრჩეთ ჩვენი სოციალური ქსელები, ქართული ასოებით ობიექტივი უნდა აკრიფოთ ნებისმიერ ქსელში და გამოიწეროთ ჩვენი არხები. ზარია, გამარჯობა. გაითიშაო მანიშნებენ. ჩვენ დღევანდელ ეთერში ვინც ახლა შემოგვიერთდა, შეგახსენებთ, რომ ვაჯამებთ და ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს და მის საქმიანობა საერთოდ ამ თანამდებობაზე. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, ძილია. მოგესალმებით. გიოთაკ საბადების საკუთრივ ენერგიულად და პოზიტიურად გაგრძელებით. დიდი მადლობა. ჟურნალისტური მოღვაწეობა. დიდი მადლობა. რა შეეხება პრემიერ-მინისტრის მუშაობის შედეგს? ეს ერთწლიანია თუ მრავალწლიანი საერთოდ ვაფასებ უარყოფითად. არა ვარ კრიტიკული, მაგრამ საერთოდ დადების ვერ ხედავ. ქვეყნის არაბიზაცია, რეპრესიული მოვლენები თავიანთი ხალხის წინააღმდეგ, ბავშვების წამლების არ გაცემა, გაზრდილი ჯარიმები, გაზრდილი ფასები. აი როგორ შევხედოთ ამას დადებისას. რა თქმა უნდა უარყოფითად ვაფასებ. დიახ. მადლობთ ქალბატონო თქვენი აზრის გამოთქმისთვის. მადლობა იმისთვის რომ დაბადების დღეს მილოცავთ. რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ გადაცემის ბოლოსკენ ვაპირებდი ამის თქმას შეგნებულად, იმიტომ რომ ჩემთვის ახლა დაბადების დღის მილოცვით საკითხი არ გადაგვეფარა. როდესაც ადამიანს დაბადების დღე აქვს, მას ბუნებრივია ჰყავს საჯარო მოხელეებიც, ნაცნობებიც, მეგობრებიც სოციალურ ქსელში და ერთი რამე შევნიშნე დღეს, უამრავმა ადამიანმა მომილოცა და ვინც დღეს სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, ყველა პირადი მიმოწერით მიგზავნიდა მისალოც და ღიად საჯაროდ ვერ წერდნენ. სხვა დანარჩენი ადამიანები კი ღიად წერდნენ, ვინც არ მუშაობს სახელმწიფო უწყებაში. აი ეს შიში გაჩნდა, ადამიანები ერთმანეთს ღიად დაბადების დღეს ვერ ულოცავენ, ადამიანები ერთმანეთის ლხინს თუ გაჭირვებას ვერ იზიარებენ, ანაშვიდზე და სამძიმარზე ერთმანეთს ვერ ესალმება ზოგიერთი ადამიანი. ეს ძალიან ცუდი რამ არის. ძალიან ცუდი, საშინელი რამ არის, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში გაღრმავდა დიდი გულის ტკივილით მინდოდა ეს აღმენიშნა. შიში, რაც ყველაზე დიდი საზიზხროება, რაც შეიძლება გაუკეთო ქართველ კაცს საერთოდ, ქართველ ადამიანს. ზარია, გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, ბატონელია. მოგესალმებით. ძალიან კარგი ახალგაზრდა პიროვნებას გამდები. ძალიან მადლობა დიდი. ერთი ფორმამაც თქვენთან. კი ბატონო, გისმენთ, ჩემო ბატონო. თუ კაცი ხარ არ გამიამძღო და სხვანაირადაც არ მიიღო. აი, თქვენ ტელევიზიის გადაცემიდან ცხოვრთ და მოგწონთ
აი გია კორპორაციული მოგვაშალეთ ეს ამაძიებითი მასპარაო ვაკეთე და გიჩინდე გადაცემას კარგით რა ურეკავე ყვირიან წივიან ასეთი ება არაფრის დამტკიცებელი არ არის თუ მასპარაა წავიდე არა მადლობთ ნუ დავასრულოთ ეს საუბარი გია კორკოტაშვილი არის დიდი წარსულის დიდი ბრძოლის დიდი თავდადების მაგალითი ბევრი სიკეთე აქვს მას გაკეთებული საკუთარი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და კარგი ადამიანიც არის. მესმის ახლა ზოგს მეც არ მოვწონ ვარ, ზოგს სხვა არ მოსწონს და ეს ბუნებრივი პროცესია, ჩემი აზრით, რაღაცა სიმპათიები იქნება, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ მაპატიეთ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით ამ შემთხვევაში. 5-5-7-88-45-98 პირდაპირ ეთერში ვართ, შეგიძლიათ დაგვირეკოთ და თქვენი სათქმელი ბრძანოთ გადაცემაში. ეს ობიექტივია და შეგახსენებთ შეკითხვას პრემიერ-მინისტრის ანგარიშს და მის საქმიანობას ვაფასებთ. 2025 წელს საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით, გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარება, ამბობს თავის ანგარიშში ირაკლი კობახიძე. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით ბატონო ილია. მოგესალმებით ქალბატონო. ქალბატონს უერთები მეტკილოცავს დაბადების დღეს, ჯანმრთელობა და ყველაფერი კარგი. დიდი მადლობა თქვენ. ეხლა ამ მამაკაცმა რო დარეკა, ესე იგი ეს კორკოტა ხუმარა კაციც არის და სიმართლის მწქმელი და თქვენ ხო ვიცით ეს კაცი ვინც იყო და ყველა ვიცით. ხო და ეს ჩვენი საწყალი საქართველოს აღარ ახსია საქართველო ხალხო უკვე დღეისათვის ქვია სატანჯველო უკვე ძალიან ბევრი სიმართლის ქმანი მაგრამ ვეღარ ვიტყვი რომ უბრალოდ ხმის ამოღების უფლებას აგვართეს კარგად ბრძანდებოდით ქალბატონო ხმის ამოღების უფლებაც წაგვართვესო ასე დაასრულა საკუთარი გამოთქმა ქალბატონმა მადლობა მიუხედავად ამ კანონებისა, ამ მიდგომებისა, რომ თქვენ გამბედავად უდგებით ვითარებას და ქართველი ადამიანის სულისკვეთება ყოველთვის გამბედავი და თამამია. და ამიტომ შიში ქართველის გულში ძალიან რთულად თუ შეიჭრება. ზარია ეთერში, გამარჯობა გისმენთ. ილია ბებია, გამარჯობა ილია. გამარჯობა, მოგესალმებით. გური გადიეტა ბებია. მოკითხვა ჩვენ საყვარელ გურიას. დარეკვარ, მაგრამ დაბადების დღე რომ მქონია, მერტმა ჯამთელი გათიშვა. კაი ბედი მოგსაყრელს საქმეში. მადლობთ. დიდი მადლობა ქალბატონო. მოკითხვა დიდი სიყვარულით გურიას. ჩვენს თემაზე ხომ არაფერს იტყვით? ბებია, ხანდობა, ჩვენ თემაზე ბებია რა უძაბსა. Iketi აფერია რა ბებია და უკეთესობა აფერია რა. გეიხარე და კარგად იყავი. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის 557-88-45-98 პირდაპირ ეთერია ეს ინტერაქტივი გახლავთ ერთადერთი გადაცემა საქართველოში სადაც მაყურებელს შეუძლია ღიად თქვას თავისი პოლიტიკური მოსაზრება და მთლიანად ეს არხი ამით არის გამორჩეული თქვენ კარგად იცით ზარია ეთერში გისმენთ ალო მოგესალმებით გამარჯობა გამარჯობა ჩემო სიცოცხლე ძალიან კარგი ახალგაზრდები ხარ. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი. ამ ბევრების მოსაწონი არაფერი არავინ არ არის დედა. მაგი არ დაიჯერო. ცოტაც მოვისმინოთ და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. გასაგებია. მე ვარ ერთ-ერთი მესტიდან ადამიანი მესტიელი ვარ. მოკითხვა ჩვენ საყვარელ სვანეთს და მესტიას. თბილისში ცხოვრობთ როგორც ჩანს. ხასიათი ვიცი ყველა დიახ. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის საერთოდ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რომ ასაკოვანი ადამიანი იქნება ეს პენსიონერი შუახნის ადამიანი ესენი ყველაზე გამორჩეული ფენაა ჩვენს ქვეყანაში იმიტომ რომ მათ ცოდნა გამოცდილება დაგროვილი აქვთ. და ახალგაზრდებმა ჯერ კიდევ უნდა შევიძინოთ ჩვენ ეს ცოდნა და გამოცდილება. ასე რომ ყველაზე დიდი აზრი, ყველაზე დიდი
სიმართლე სწორედ უფროსი თაობის ადამიანების სათქმელშია და ამაში ვერ გეთანხმებით ჩემო ქალბატონო, რომ მათი მოსაწონი არაფერი არ არის. პირიქით, მათი სათქმელია ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი. ყველაფერი კარგად იქნებაო, ამას რომ ამბობთ, ამაში კი დიდი სიამოვნებით დაგეთანხმებით ამ სურვილში. მეც ეს სურვილი მაქვს, რომ კარგად იყოს ყველაფერი. დღეს ამით ინტერაქტივს ვასრულებთ. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი ეთერს, არ გადართოთ, წინ საინტერესო გადაცემები გელოდებათ.